სახსრების და კუნთების ტკივილი, ხრებში მოხრა, წელის და კისრის არეში მოძრაობების შეზღუდვა, სიარულის მანერის ცვლილება. ეს ყველაფერი შესაძლებელია მეტყველებდეს იმაზე, რომ ძვლის სიმკვრივე დაქვეითებულია და უკვე დაწყებულია ოსტეოპოროზი. ეს ვერაგი დაავადება, რომლის დროსაც ხდება ძვლის სიმტკიცის დაქვეითება და ხშირად ამ პრობლემას არ აქცევენ ყურადღებას. ამიტომ ოსტეოპოროზი ხდება ბარძაყის ძვლის და ხერხემლის მალების კომპრესიული მოტეხილობის ყველაზე ხშირი მიზეზი. უფრო ხშირად ეს დაავადება გავრცელებულია ქალბატონებში 40 წლის ზემოთ ასაკში. ამიტომ სასურველია, რომ ამ ასაკის ქალბატონებმა მინიმუმ 2 წელში ერთხელ ჩაიტარონ ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად გამოკვლევა, რომელსაც დენსიტომეტრია ეწოდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თუ თქვენ ხართ 45 წლის ასაკში, ან გქონდათ D ვიტამინის დეფიციტი, ან არასდროს გამოგიკვლევიათ მისი დონე, არ შეგემოწმებიათ კალციუმის რაოდენობა სისხლში, ან არ იღებდით მას თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებლად ჩააბარეთ ეს ანალიზები და ჩაიტარეთ დენსიტომეტრია. ასეთი ყურადღება ამ საკითხის მიმართ დაგიცავთ ძალიან ბევრი პრობლემისგან. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ფიზიოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი. გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებს, რათა იცოდნენ ის, რაც შენ უკვე იცი.